დაიწყო ყველაფერი 2020 წელს, როცა იყო COVID-ი და არ ვიცოდით რეალურად რა უნდა გვეკეთებინა, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობდით, გვინდოდა რომ რაღაცა დამატებითი შემოსავალიც და რაღაცა ჩავრთულიყავით და მოვიფიქრეთ, რომ სვანეთში ძალიან ბევრი ხე იყო, რომელიც ესე უაზროდ იჭრებოდა და მიწვებოდა და გვინდოდა რომ რაღაცა აზრი მიგვეცა ამისთვის. და დავაარსეთ ციფრა, ციფელს ნიშნავს სვანურად, ციფელი ძალიან ლამაზი ხეა, მაგრამ ძირითადად მუშაობთ კაკალზე. და იმის მერე რაღაც პროექტებიც დავწერეთ, ამ პროექტების გამარჯვებულებიც გავხდით, მოვიგეთ დანადგარი. ეს დანადგარი გავაგზავნეთ სვანეთში და იქიდან უშუალოდ მამა ჩემი გვიგზავნის უკვე დამუშავებულ პროდუქციას. მხოლოდ დამუშავებულს, ანუ გასუფთავებულს და დანარჩენს ყველაფერს ვაკეთებთ აქ. მაგრამ ეხლა აღარც ეს დამუშავება არ გვჭირდება, იმიტომ რომ ჩვენც აქ შევიძინეთ რაღაცა ისეთი ხელსაწყოები, რითიც უკვე უშუალოდ ჩვენ თვითონ ვამუშავებთ ამ ყველაფერს. ყიდულობთ ამ მასალას და ჩვენ თვითონაც ჩვენი თავიდან დავიწყეთ, თავიდან არ გვეყიდია, რაც გვქონდა, რა რესურსიც მოგვიპოვებოდა სვანეთში და უშუალოდ ჩვენი რაც იყო, იმით ვცადეთ. მე შეგვეთები რომ წამოვიდა უკვე შევიძინეთ ჩვენ თვითონაც ეს მასალა და სხვა შორის პირველ წელს რო დავიწყეთ უკვე ახალი დაწყებულები ვიყავთ არ გვეგონა თუ ამ მასშტაბით შეკვეთებს მივიღადით და ბოლოს ახალ წლებზე საერთოდ გავუწყვიტეთ ანუ ყველაზე რთული ეგ იყო რომ შეკვეთებს ვეღარ ვიღებდით იმიტომ რომ ფიზიკურად მე და ეს ჩემი მეგობარი ვეღარ აუდიოდით ამას და თან კარგი შეგრძნება იყო ის რომ ახალი დაწყებული ერთი თვის დაწყებული საქმე გქონდა და ხესთან ზოგადად შეხება არ გქონია არასდროს და იმდენად ბევრს მივაღწიეთ თავიდანვე რომ შეკვეთებს აღარ ვიღებდით. ეხა იმის იქიდან გამომდინარე რომ მუშაობთ და ვსწავლობთ დიდ დროს ვერ უთმობთ, მაგრამ მაინც ვცდილობთ რომ აქეთაც ვიყოთ და იქითაც. ძალიან ბევრი სამომავლო გეგმა გვაქვს. და ანუ სხვა მიმართულებით, ანუ ეხა ძირითადად კულინარიული მიმართულებით უფრო ვაქტიურობთ. სერვირების დაფები და ასე შემდეგ. ცოტა დიდ პროექტებს რაც შეეხება, ყველაზე დიდი რაც გავიკეთებია უზარმაზარი კაკლის მაგიდა მაგალითად. და ანუ ვფიქრობთ რომ განუვითარდეთ ამ ხრივაც. თან გვსიამოვნებს ორივეს ამის კეთება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მეორე საქმე იქნება ეს ჩვენთვის, მაინც მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევთ და გვინდა რა თქმა უნდა, რომ განვითარდეთ ამ ხრივაც. დავდივარ ტყეებში, ვეძებ ისეთ რაღაცებს, რაღაც აი ბუნებრივს ისეთს, რომელიც აი რაღაცას გავს. თუნდაც უშბას და იგივე რაღაცა ზემოთ რომ დგას საკარცხulis გავაკეთე აი მივამს გავწე პიკ მაზერი არის უშბის გვერდით არის მეორე ჭერვალი პიკ მაზერი ის გავაკეთე აი ამას ვაკეთებ ეს არის ზურგი ჯერ დამუშავების პროცესში არის აი აქედან მინდა უშბა გამოვიყვანო აი ჯერ დაწყებული არის ესეც კაკლისგან არის გაკეთებული შეკვეთა მოგცეს ბუნებრივი საყვავილეები და ეს საყვავილეები არის, რომლებსაც შემკვეთს ვუმზადებთ ამჟამად 5 ცალი, ანუ ბუნებრივი, რომლებიც კაკლისგან არის გაკეთებული. სხვათა შორის ამას სულ ცოტა 10 წელი უნდა, რომ აი გული მოუღოთ იქიდან და გახდეს ბუნებრივი, რაღაც სულ სხვა სილამაზე რომ გახდეს ეს, სულ სხვა სილამაზე ჯერ დამუშავების პროცესში არის. საბოლოოდ როდესაც დამუშავდება უბრალოდ სხვანაირი დიზაინი იქნება ეს ყველაფერი. როდესაც ეძებ მასალას უბრალოდ თვითონ განახებს, გიჩვენებს, აი რა უნდა გააკეთო, როგორი უნდა გააკეთო, რომ რაღაც ფანტაზიასთან არის ალბათ დაკავშირებული. უნდა გავაფართოვოთ. ეს არის დროებითი, როგორც ხედავთ, აი ჩემს მიერ შეკოწებული, აწყობილი რაღაც აი უბრალოდ კაპიტალური მინდა გავაკეთო. ამას სხვანაირად აქ შეუძლებელია დღისით მუშაობა, როდესაც ძალიან მზე არის. შეუძლებელია ყინვაში მუშაობა, აი ფეჩი დავდგის სვანური ფეჩი, რომ ზამთარში რომ გავათბო. იმიტომ რომ არის ნაკეთობები, რომლებსაც წეპო ჭირდება და მას სითბო უნდა, თავის ტემპერატურა უნდა. აი ახლა აგვისტო უნდა, ივლისი, აგვისტო, რომ ტემპერატურა იყოს, რომ ის
გაკეთდეს რა რაღაც ამ საამქროში შეუძლებელია მუშაობა, მაგრამ იმედია რომ კაპიტალურს გავაკეთებთ.